საგამშვიდობის მოგესალმებით ტელეკომპანია რუსთავიორის მაყურებლებს ტრადიციულად მოგესალმებით თბილისის ახალი სპორტის სასახლიდან, სადაც მიმდინარეობს მსოფლიო ჩემპიონატი ფარიკაობაში. უკვე პრინციპში გავედით ბოლოში, დღევანდელი დღიური და კიდევ ერთი დღიური დაგვრჩება, რომელსაც ხვალ შემოგთავაზებთ, ეს იქნება შემაჯამებელი და მოვისმენთ უკვე ხვალინდელ დღიურში როგორია საერთაშორისო ორგანიზაციების და მათი წარმომადგენლების შეფასება აქ ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით. თუმცა ეს იქნება რაც შეეხება დღევანდელ დღიურს ჩემთან დღეს ჩვენი სტუმარი იქნება ძალიან საინტერესო ადამიანი, რომელიც ამ შემთხვევაში წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების მოფარიკავეთა ნაკრებს. არჩილ ლორდ-კიფანიძე, ჩემი დღევანდელი დღიურის სტუმარი. არჩილ, მოგესალმები, დიდი მადლობა რომ გამონახე დრო და ხარ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე უბრალოდ მაყურებელს ვეთქვი, რომ საკმაოდ მრავალი წელია დაახლოებით 90-იანი წლებიდან მოყოლებული არჩილი ცხოვრობს ამერიკაში და საქმიანობს იქ და შესაბამისად ძალიან საინტერესოა მისი შეხედულება, როგორი იყო ქართული ფარიკაობა მაშინ, როდესაც მან დატოვა ქვეყანა და მიაშურა ამერიკის შეერთებულ შტატებს და როგორი დახვდა უკვე დღეს, როდესაც ბაზაზე მსოფლიო ჩემპიონი გახდა საკუთარ კედლებში. მოკლედ, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მოდი დავიწყოთ შეფასებით, როგორ შეაფასებ ჩვენს მიერ, ქართული მხარის მიერ ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატს. პირველ რიგში თუ შეიძლება მოღულოცო მთელ საქართველოს სადროს ამ ისტორიულ გამარჯვებას და უსურვებ, რომ ესეთი გამარჯვებები ძალიან ბევრი ქონდეს ქართულ ფარიკაობას. რაც შეეხება შეფასებას, ძალიან მაღალ დონეზეა გაკეთებული ყველაფერი. დიდი მადლობა სპორტის სამინისტროს, მერაბ ბაზაძეს, ფარიკაობის ფედერაციას. მე მომდის ტექსტები, სხვა ამერიკიდანაც მომდის ტექსტები, თქვა აქ ჩემი მეგობრების ამერიკელების და ყველა ძალიან კმაყოფილია. კი ბატონო, აი თქვენ რა დაინახეთ? მოდით მოვყვეთ გახსნის საზეიმო ცერემონიიდან, ესეც ალბათ გარკვეულწილად ცოტა არ იყოს წესი სენტიმენტალური უნდა ყოფილიყო თქვენთვის, იმიტომ რომ იყო ჩაკროლო, იყო მთიულური და ასე შემდეგ. მე როგორც ქართველი ხა ძალიან ბევრ სოფლიოზე ვარ ნამყოფი, ესეთი გახსნა არ მინახია. მაგას მოუველოდი რომ ეხა ქართული ცეკვები იქნებოდა, მაგრამ ძალიან ლამაზი იყო, ყველაფერი ძალიან კარგად იყო გაკეთებული. კი ბატონო, თვითონ საორგანიზაციო კუთხით მაინტერესებს, რახან თავად ახსენეთ, რომ ძალიან ბევრ მსოფლიო ჩემპიონატზე ხართ ნამყოფი, რამე ლაფსუსები იყო თუ არა ტექნიკური შეცდომები და შესაბამისად მთლიანობაში საორგანიზაციო კუთხით როგორ შეაფასებთ მიმდინარეობას? ყველაფერი მაღალ დონეზე იყო. მე ვერაფერი ვერ დავინახე, თქვა შეცდომი. ყველაფერი მაღალ დონეზე იყო გაკეთებული. კი ბატონო, მაშინ მოდით ახლა დავუბრუნდეთ იმ თავარ თემას და თავარ ყველაზე საინტერესოს ალბათ ერთ-ერთს რა დატოვეთ და რა დაგხვდათ. 90-იანებში წავედი და არაფერი არ იყო ფარიკაობაში. მარტო 2-3 კაცი ფარიკაობდა. ძალიან დიდი განსხვავება არის ახლა. მსოფლიო ჩემპიონი ყავს, ხტები ქართველებს მსოფლიო ჩემპიონატზე. თბილისშიც ახლა ჩამოდივარ ხოლმე თქვა ზაფხულში წელიწადში ერთხელ და ძალიან ბევრი ბავშვები არიან. ძალიან შეცვლილი არის და ფარიკაობა. მიდის წინ და წინ. ანუ განვითარების კუთხით წინსვლა გვაქვს. კი, გვაქვს. აი პარალელი რო გავალოთ, ეხლა ჩვენ ცოტა რთულია საქართველოს შედარება ამერიკის შეერთებული შტატების თუნდაც ინფრასტრუქტურასთან, თუმცა ერთს ვიტყვი, რომ დღეს ქვეყნის ხელისუფლება ძალიან მაგრად არის ჩართული სპორტის განვითარებაში და მაქსიმალურად ცდილობს, რომ გვერდში დაუდგეს როგორც სპორტსმენებს, ასევე ინფრასტრუქტურულ განვითარებას და ასე შემდეგ. ინფრასტრუქტურაც მას მოიმატა, როგორც ვიცი, ეს ყველაფერი უნდა დარჩეს საქართველოში. მე უფრო თქვა ვისურვებდი, რომ აი პატარების კუთხით უფრო განვითარებულიყო ფარიკაობა, უფრო ბევრი შეჯიბრებები, ბევრი შეკრებები ყოფილიყო, აი როგორც ჩვენთან არის. იმიტომ იქ იწყება 8 წლიდან იწყება მე 10, 12, 14 კადეტები, იუნიორები და დიდები. იმიტომ ძალიან ცოტა ხალხი გამოდის საქართველოს ჩემპიონატზე და ვისურვებდი რომ ცოტა მეტი კაცი ყოფილიყო. კი ბატონო, მოდით აი ესე ვკითხავთ მაშინ, რაზე კეთდება აქცენტები ამერიკაში ფარიკაობის განვითარების კუთხით, რომ იქნებ მე ეს მოდელი უკვე გადმოვიტანოთ ნელ-ნელა ჩვენთან. ამას შეიძლება წლები დაჭირდეს, მაგრამ ყველაფერი რაღაცით იწყება. ეგრე დაიწყო იქაც, უფრო არის კლუბური მოდელი. ძალიან ბევრი კლუბებია, მე სადაც ვარ ნიუ-იორკში, ნიუ-იორკი, ნიუ-ჯერსი, კანეტიკუტში ძალიან ბევრი კლუბები არის და ძალიან დიდი შეჯიბრი არის. და იწყებიან ბავშვები 4-5 წლის ბავშვებიც არიან, 6 წლის პატარა მუსკეტურებს ვეძახით, 6, 7, 8 წლის ბავშვები და იწყება შეჯიბრი 8 წლიდან.
კი ბატონო, არჩილ, მე მინდა კითხო, დღეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ამ სოფლიო ჩემპიონატზე ჩვენ აგვეღო უმაღლესი სინჯის медали და პრინციპში ვისგანაც იყო მოლოდინი, ეს იყო სანდრო ბაზაძე, ჩვენ ეს медали დავტოვეთ საქართველოში. მე მაინტერესებს თქვენი შეფასება, თქვენეული შეფასება სანდრო ბაზაძის გამოსვლის ზოგადად. ძალიან ძლიერი სპორტსმენია, სანდროს ძალიან დიდი ხანია ვიცნობ. მოულოდი კიდევაც თქვა რომ მოეგო, ერთ-ერთი ფავორიტი იყო. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და მოიგო. რა მოგეწონათ ყველაზე მეტად მის გამოსვლაში? ქართული სული და არ ნებდება ბრძოლის დროს ფილიქზე რო გადის, პირველ იწერს და ბოლომდე იმაშობა. კი ბატონო, მე მაინტერესებს აი თვითონ თქვენი შეხედულება ორთაბრძოლებთან დაკავშირებით, რა სხვაობა დაინახეთ მაგალითად, მოდით ავიღოთ ოლიმპიური თამაშები, ბოლო წერტილი რაც იყო, სადაც სანდროს წარუმატებლობა მეტწილად განაპირობეს მსაჯების არაკომპეტენტურმა გადაწყვეტილებებმა და დღევანდელმა დღემ. აი სხვაობა ოლიმპიადაზე სანდრო ბაზაძეს და მსოფლიო ჩემპიონატზე სანდრო ბაზაძეში. მე როგორც გონია, ხე საჯობა შეიძლება კიდე ყოველთვის იყოს, მაგრამ ემოციურად უნდა დაწყნარდეს, აი მაგაზე უნდა იმუშაოს. ბევრჯერ მაქვს ნათქვამი კიდევაც და ძალიან მნიშვნელოვანია ვინ ეჯდება, როგორც წვრთნელი, რომ დააწყნაროს და თუ ეხლა სანდრო თუ დაწყნარებულია, არ მგონია რომ ვინმე გააჩეროს. რახამწნელი ახსენეთ, მინდა კითხოთ, არის გავლენა და ეტყობა ტარანტინოს ხელი სანდრო ბაზაძეს, თქვა განსხვავებით წინამწვრთნელისგან? ეს ძალიან გამოცდილი მოფარიკავია, ძალიან გამოცდილი წვრთნელია და მე როგორც უყურებდი აწყნარებდა თითოეული დარტყმის მერე აწყნარებდა. კი ბატონო, სხვა მოფარიკავეებზეც მინდა კითხოთ, მართალია განსაკუთრებული შედეგი ჩვენ არ დაგვიდია, არც გუნდურში, არც ინდივიდუალურში, გარდა სანდროსი, მაგრამ ყოველთვის დგება ისეთი მომენტი, რომ შეიძლება რამდენიმე წლის მერე თაობათა ცვლა უნდა იყოს. ჩვენ გუშინდელ დღიურში ორი ახალგაზრდა სპორტსმენი ყავდა და ძალიან კარგად ისაუბრეს და ძალიან ბევრის მთქმელი იყო მათი გამოსვლა. აი როგორ შეაფასებთ მაგალითად ქართული მოფარიკავეების გამოსვლა ზოგადად და პერსპექტივაში როგორ ხედავთ? მე როგორც თავიდან აღვნიშნე, ცოტა პატარა მოფარიკავეების განვითარებას უნდა მიეხედოს ცოტა მეტი. მე მინდა რომ თქვა ბატონ შალვა შეხვდები ახლა რომ დაველაპარაკო რომ ერთობლივი კემპი ჩავატაროთ, შეკრებები ჩავატაროთ, თქვა ზაფხულობით, ან ახალ წელს რაღაც ტურნირები. მე როგორც გონია ალბათ ცოტა მეტი ფინანსებია საჭირო რომ განავითარო ფარიკაობა აი პატარებიდან დაწყება. კი ბატონო, ეს კემპის იდეა ძალიან კარგია, კემპი არ მოიცავს 10-15 ბავშვს, ეს არის დაახლოებით 200-300 ბავშვი და ეს ძალიან მაგარი იდეა. კი. ყოველ ევროპაშიც არის კემპები, თქვა შეგვიძლია ჩვენ ევროპაში ჩამოვიდეთ, გვაქვს კონტაქტები იტალიაში, უნგრეთში. ეხლაც მიმდინარეობს კემპი უნგრეთში, თუ არ ვწდები თუ იტალიაში და არის 200-მდე ბავშვი. აი არჩი, რამდენად შესაძლებელია რომ თქვათ, აი ესეთი ნარჩევი რაღაცა კონკრეტული ასაკი პირობითად ავიღოთ 7-დან 12 წლამდე ბავშვები, აი ესე თუნდაც იგივე კემპი არა თბილისში, არამედ გაკეთეს უცხოეთში მაგალითად. ყოველ ზაფხულში ტარდება ეგეთი კემპები. შეგვიძლია რომ მოვიწვიოთ და ჩამოვიდეთ მწვრთნელებთან ერთად და მეც შემიძლია მივიღო მონაწილეობა ქართულ ბავშვების წვრთნაში, დიდი სიამოვნებით დავეხმარები. თუმცა აქაც შეიძლება საქართველოში რომ გაკეთდეს, იმიტომ ძალიან ყველას ძალიან მოეწონა თბილისი, საქართველოს ისტორიული ქალაქი, ევროპული ქალაქი, ძალიან ძველი ქალაქია და ძალიან უნდა უკან ჩამოვიდეთ. აი ამ დღეების განმავლობაში რაც თქვენ აქ ესწრებით მსოფლიო ჩემპიონატს, შეგექმნა თუ არა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ქართული ფარიკაობა სწორ გზაზე დგას და სწორად ვითარდება. სწორად ვითარდება, ძალიან ვითარდება ქართული ფარიკაობა და ესე თუ გააგრძელოს, უფრო დიდ მიღწევებს მიაღწევენ. ბოლო ჩვენთვის ოლიმპიური სახეობაა. დიახ. და მე ვისურვებდი, რომ სანდროს გარდა კიდე ყოფილიყო 1-2 ოლიმპიური ლიცენზია. კი ბატონო, და ბოლოს რითიც დავიწყეთ, პრინციპში ამითი მინდა რომ დავასრულო, აი ეს ძალიან მოკლედ კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ და შევაფასოთ თბილისში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატი. ძალიან მაღალ დონეზეა ჩატარებული ყველაფერი, ორგანიზაცია, თქვა დარბაზები ძალიან კარგად არის მოწყობილი, სავარჯიშო დარბაზი 1-2-4 დარბაზი არის თუ 5 დარბაზი არის და კიდე გეუბნებით რომ ამდენი მართლა ჩინეთში ვიყავი ხა ვილორების სოფლიო ჩემპიონატზე ესეთი რამე არ მინახია.
ძალიან დიდი მადლობა და წარმატება თქვენ იმ ქვეყანაში, სადაც საქმიანობ, წარმატებას გისურვებ და მადლობა, რომ მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში. არჩილ ორთქიფანიძე იყო ჩემი დღევანდელი დღიურის სტუმარი ადამიანი, რომელიც უკვე წლების მანძილზე ამერიკის შეერთებული შტატების მოფარიკავეთა ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელია. მადლობა მას, რომ მიიღო მონაწილეობა და შესაბამისად ვემშვიდობები მას, გემშვიდობებით თქვენ. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენთან ერთად. ხვალ ტრადიციულად რუსთავი 2-ის ეთერში ტრადიციულად 9 საათიანი კურიერის შემდეგ შევხვდებით ერთმანეთს და რასაკვირველია, ხვალ გვექნება დასკვნითი დღიური გამომდინარე იქიდან, რომ ფარიკაობის სოფლიო ჩემპიონატზე არის დასკვნითი საშეჯიბრო დღე. მადლობა და ხვალამდე გემშვიდობებით.